დღეს რომ კალმების ბუტიკში შეხვიდეთ, ასობით მოდელს და ათობით სხვადასხვა სტილის კალამს ნახავთ. მაგრამ თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე, რატომ არის ამდენი განსხვავებული მოდელი და რატომ არ მოხერხდა ერთი იდეალური კალმის შექმნა? გამარჯობა, მე სანდრო კვიციანი ვარ, ჩვენ ისევ და ისევ ვიმყოფებით ენგრავერში, საწერი ინსტრუმენტებისა და აქსესუარების ბუტიკში, ხოლო ეს კი ისევ ჩვენი ბლოგი კალმების სამყაროშია. იმისათვის რომ გავიგოთ, რატომ არ აღმოჩნდა ერთი ცალი კალამის საკმარისი კაცობრიობისთვის, ამისათვის დავბრუნდეთ ცოტა უკან. კალამი რომ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოგონება, ამაზე ლაპარაკი თავს არ შეგაწყენთ. თუმცა აღსანიშნავია ის მომენტი, რომ ის საუკუნეების მანძილზე საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდებოდა. მე-19 საუკუნეში კი ჭავლური კალამი უკვე არსებობდა. მისი აგებულება კი რადიკალურად იყო განსხვავებული დღევანდელი ჭავლური კალმებისაგან. შედგებოდა სამი ძირითადი კომპონენტისაგან. პირველი იყო წვერი, მეორე კორპუსი, ხოლო მესამე თავსახური. მელანი კი პირდაპირ კორპუსში ისმევოდა და სწორედ ამიტომ კორპუსი დამატებით მელნის რეზერვუარის ფუნქციასაც ასრულებდა. თავსახურის ძირითადი მოვალეობა კი ის იყო, რომ ჯიბე დასვრისაგან დაეცვა, ვინაიდან და რადგანაც იმდროინდელი ჭავლური კალმები გამოირჩეოდა ჟონვით, არამდგრადობით და რა თქმა უნდა, არასაიმედოობით. კონკრეტულად წერის დროს ხშირ შემთხვევაში ფურცელს ზედმეტად ასველებდა, ან საერთოდ ჩერდებოდა წერის დროს და ეს ყველაფერი ძალიან არაპრაქტიკული იყო. სწორედ მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა ამერიკელი სადაზღვევო აგენტი ლევის ედსონ უეტერმენი, რომელსაც ერთ-ერთი ხელშეკრულების გაფორმებისას სწორედ ჭავლურმა კალამმა უნთხნა და ხელშეკრულება დაუზიანა. როგორც ამბობენ, სწორედ ამის გამო ეს გარიგება საერთოდ ჩაეშალა. გაბრაზებულმა უეტერმენმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაემჯობესებინა კალმის აგებულება და მისი არქიტექტურა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გამოგონება, რომელსაც დღეს კვებავს ვეძახით, ანუ ფიდ. აღნიშნული გამოგონება ძალიან დიდ როლს ასრულებდა მელნის წვერისთვის სწორად მიწოდებაში. ასევე მისი დამსახურება იყო, რომ მოიკლო ჟონვა. აღსანიშნავია, რომ დღეს მკვლევარების მთელი რიგი ნაირსახეობები და ზომები არსებობენ, რომლებსაც მწარმოებლები სხვადასხვა ჭავლური კალმებისთვის იყენებენ. მე-20 საუკუნის დასაწყისი კი შეგვიძლია შევრაცხოთ აიდროფერების ხანად. იმდროინდელი მწარმოებლები თითქმის ერთსა და იმავე სტილის და აგებულების ჭავლურ კალმებს აწარმოებდნენ, რომელთა ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო მბრუნავი წვერი, რომელიც თავსახურის მოხდის შემდეგ იყო შესაძლებელი, რომ ამოგვეწია კორპუსის ბოლოს მდებარე ხრახნის მეშვეობით და ასევე შევსების მეთოდი აიდროფერი, ანუ იგივე პიპეტით შევსება. კერძოდ, როდესაც წვერი იყო ჩასული კორპუსში, პიპეტით ივსებოდა ზემოდან მელნით კალამი, შემდეგ წვერის ამოწევის დროს უკვე შესაძლებელი ხდებოდა ფურცელზე წერა. იმ დროისთვის ეს ყველაფერი ძალიან ინოვაციური იყო. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კი მწარმოებლებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო, რამაც ჭავლური კალმის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ უეტერმენი, პარკერი, მონბლანი, ავრორა, პელიკანი და ასევე შიფერი. პირველი მნიშვნელოვანი შევსების გამოგონება კი ლევერფილერი არის, იგივე ბერკეტით შევსების მექანიზმი, რომლის პატენტიც შიფერს ეკუთვნის. მუშაობის პრინციპი კი ძალიან მარტივი იყო. კორპუსის შიგნით მოთავსებული იყო რეზინის რეზერვუარი, ხოლო აღნიშნული ბერკეტით ხდებოდა მასზე ზეწოლა, რის შედეგადაც რეზინის რეზერვუარი იკუმშებოდა და სწორედ ასე ხდებოდა მელნის შევსება. ისტორიაში პირველად გახდა ჭავლური კალმის შევსება შედარებით მარტივი. პარკერმა კი ამ პატენტის გვერდის ასავლელად შექმნა ბათონ ფილერი, იგივე ზეწოლით შემავსებელი სისტემა, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა და ისევ შედგებოდა რეზინის რეზერვუარით, რომელიც ანალოგიურად მოთავსებული იყო კორპუსის შიგნით, ხოლო ლევერფილერისგან განსხვავებით, რომელიც ბერკეტს მოიცავდა კორპუსზე, აქ ხდებოდა ზემოდან ესეთი პატარა თავაკი, რომელსაც რომ ვაწვებოდით, სწორედ ის ახდენდა ზეწოლას რეზინის რეზერვუარზე, შესაბამისად ისევ იკუმშებოდა და ივსებოდა მელანი. 30-იან წლებში კი პელიკანმა შექმნა პირველი დგუშის სისტემა, რის შედეგადაც რეზინის რეზერვუარები აღარ იყო საჭირო და მელნის ჩათუმვა პირდაპირ გახდა შესაძლებელი კორპუსში. ეს იყო თეოდორ კოვაჩის პატენტი. ამ ყველაფერს კი სულ ცოტა ხანში პარკერმა კიდევ ერთი ინოვაციური შევსების მექანიზმი დაამატა, რომელსაც ვაკუუმ ფილერი უწოდა. ეს ყველაფერი კი 1947 წელს ავრორამ დააგვირგვინა მოდელით 88, რომელიც იმ დროისთვის იყო სრულყოფილი კალამი დგუშის სისტემით. ის არ ჟონავდა
წერის გამოცდილება საკმაოდ მაღალი ხარისხის ჰქონდა და მზადდებოდა ცელულიდისგან, რომელიც გამძლეობით გამოირჩეოდა. სანამ ჭავლური კალამი განვითარებას განაგრძობდა, იმ დროისთვის უნგრელმა ჟურნალისტმა ლასრო ბირომ სულ სხვა პრობლემაზე დაიწყო ფიქრი. ჟურნალისტი როგორც ჩანს ძალიან ბევრს წერდა და მიუხედავად ჭავლური კალმების საკმაოდ განვითარებისა იმ დროისთვის მაინც ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებოდა, რაც გამოწვეული იყო არამდგრადობით და არასაიმედოობით. ბირომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შენიშნა, რომ გაზეთებისთვის გამოყენებული მელანი ძალიან სწრაფად შრებოდა. თუმცა ეს იმდენად სქელი მელანი იყო, რომ ჭავლური კალმებისთვის არ გამოდგებოდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაეტანა აღნიშნული მელანი ფურცელზე. ბირომ კალმის წვერში ფოლადის პატარა ბურთულა მოათავსა, რომელიც ქაღალდზე შეხებისას ტრიალს იწყებდა. სწორედ ეს ბურთულა ქაღალდზე შეხების დროს იწყებს მოძრაობას და მელანს იღებს რეზერვუარიდან და თანაბრად გადააქვს ფურცელზე. აი ეს კი ნამდვილად გადატრიალება იყო. ბურთულიანი კალმის პრაქტიკულობა მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით მალევე მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ერთი ძირითადი პრობლემა მაინც ჰქონდა. მისი წერის შეგრძნება არ იყო საკმარისად რბილი და სასიამოვნო. სწორედ ამიტომ 10 წლის შემდეგ შეიქმნა კიდევ ერთი კალმის სახეობა სახელად როლერბოლი. როლერბოლი ბურთულიანი კალმის მსგავსად აღჭურვილი იყო ასევე ფოლადის პატარა ბურთით, თუმცა მელანი იყო სხვა. ბურთულიანი კალმები მოიხმარენ ზეთოვან მელნებს, აქ გამოყენებული იყო წყლის ბაზაზე დამზადებული მელანი. სწორედ ამიტომ როლერბოლის წერის მანერა და გამოცდილება ძალიან გავდა ჭავლური კალმის წერის მანერას. დღესდღეობით როლერბოლს ბევრი ბურთულიან და ჭავლური კალმის დამაკავშირებელ ხიდად აღიქვავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბურთულიანი კალამი შეიქმნა პრაქტიკულობისთვის და სწრაფი გამოყენებისთვის, ხოლო ჭავლური კალამი დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას მისი წერის საუკეთესო გამოცდილების გამო. კაცობრიობამ ჭავლურ კალამს აღსასრული ძალიან ბევრჯერ უწინასწარ მეტყველა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. მეორედ კი ბურთულიანი კალმის შექმნისას, ხოლო მესამედ სულ ახლა ხან 10-15 წლის წინ, როდესაც მსოფლიო ციფრული ეპოქის ფაზაში შევიდა. ბევრი ამბობდა, რომ ხელით წერა საერთოდ გაქრებოდა და აღარ იქნებოდა საჭირო, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე რამ ხდებოდა. ჭავლური კალამი არსად ქრებოდა და პირიქით დღესდღეობით მისმა განვითარებამ პიკს მიაღწია. დაიხვეწა როგორც მათი აგებულება, ასევე ტექნოლოგია. დღეს აღარ დგას არანაირი ჟონვის პრობლემა. პირიქით მისი წერის გამოცდილება საუკეთესოა კალმების სამყაროში. დღეს ჭავლურ კალმებს აღარ ყიდულობენ იმისთვის, რომ სხვა გზა არ აქვთ, არამედ ყიდულობენ იმისთვის, რომ უნდათ. ჭავლური კალმით წერის გამოცდილება დღეს ასოცირდება სიამოვნებასთან და რაღაც ახლის აღმოჩენასთან. ეს კი სწორედ იმ წარმოებლების დამსახურებაა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ აღნიშნულ ინდუსტრიას. სწორედ მათ შექმნეს და განავითარეს ეს სამყარო. დღეს უკვე მრავლად შეხვდებით ჭავლურ კალმებს ყველა საფასო კატეგორიაში, როგორც დამწყებებისთვის, ასევე კოლექციონერებისთვის. ამ უკანასკნელს რომ ვახსენებ, აუცილებლად მინდა აქვე გავამახვილო ყურადღება ერთ რამეზე. ჭავლური კალმის და ზოგადად კალმების ინდუსტრიის განვითარებაში ძირითადად 4 ქვეყანას მიუძღვის წვლილი. ესენია გერმანია, იაპონია, იტალია და შეერთებული შტატები. სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა მონბლანი, პილოტი, სეილორი, ავრორა, ვისკონტი, შიფერი და სხვა. ამ ბრენდების მიერ წარმოებული კალმები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც დიზაინის და სტილით, ასევე წერის მანერით. სწორედ ეს ხდის ჭავლურ კალმებს ასეთ ღრმას და ამოუცნობს. მაგალითისთვის რომ ავიღოთ იაპონურ სეილორს და პილოტს, სულ სხვა წერის გამოცდილება აქვს, ხოლო იტალიურ ავრორას სულ სხვა. სწორედ ამ სხვაობების შეგრძნება იწვევს იმ ინტერესს, რის გამოც გვინდა რომ სხვადასხვა კალამი გამოვცადოთ. ნუ აქ მერე უკვე შემოდის წვერის ზომები, მნიშვნელობას ვანიჭებთ შევსების მექანიზმებს, ასევე მელნის მრავალფეროვანი არჩევანი და ხარისხიანი ფურცელი. ამ წლების განმავლობაში უამრავმა კალამმა გაიარა ჩემს ხელში და ყოველ ჯერზე ვწმუნდებოდი, რომ ჭავლურ კალამს კონკურენტი არ ყავს. ის არც სმარტფონის და კომპიუტერის კონკურენტია, არც ბურთულიანი კალმის და მით უმეტეს არც საბეჭდი მანქანის. ჭავლური კალამი ასოცირდება სიამოვნებასთან და იმ ერთადერთ ინსტრუმენტთან, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ. თუ კი თქვენც ფიქრობთ, რომ კალმით ფურცელზე წერა საჭიროების გარდა შეიძლება სიამოვნებაც იყოს, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ყოველ შაბათს ერთად ვიმოგზაურებთ კალმების სამყაროში.